გამარჯობა, მე ვარ ნინო ლაშქარაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი. მინდა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან და ხშირად საკმაოდ ემოციურ გამოცდილებაზე, შშმ პირის მშობლობაზე. როგორც გავლენას ახდენს ეს გზა მშობლის ემოციურ მდგომარეობას და რატომ არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათთვის. შშმ პირის მშობლობა მხოლოდ ყოველდღიური ზრუნვა ან პრაქტიკული პასუხისმგებლობა არ არის, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ადაპტაციას და ემოციურ რესურსს. მშობლები ხშირად ცდილობენ მაქსიმალურად უპასუხონ შვილის საჭიროებებს და ამ პროცესში საკუთარი ემოციები და საჭიროებები უკანა ფლანგზე გადააქვთ სამწუხაროდ. მოცემულ თემაზე საუბრისას ყურადღება ძირითადად ბავშვის განვითარებაზე, თერაპიასა და განათლებაზეა მიმართული, თუმცა ნაკლებად ვსაუბრობთ მშობლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ამ პროცესის ცენტრშია და რომლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ აისახება როგორც საკუთარ კეთილდღეობაზე, ისევე ოჯახურ გარემოზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ ხანდახან გრძნობთ დაღლას, შიშს, გაბრაზებას ან მარტოობას, ეს ნორმალურია. ეს გრძნობები არ ამცირებს თქვენს სიყვარულს და არ ნიშნავს, რომ ცუდი მშობელი ხართ. ისინი უბრალოდ მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ძალიან ემოციურ და ძალიან რთულ გზას გადიხართ. დღეს ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო, რა გამოწვევებს აწყდებიან შშმ პირის მშობლები ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ აისახება ეს მდგომარეობა მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე და რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას მათ ცხოვრებაში. როცა შშმ პირის მშობელი ხდება, ჩნდება განცდა, რომ ცხოვრებამ სრულიად ახალ რეალობაში გადაგიყვანა. ნაცნობი ყოველდღიურობა იცვლება და მის ადგილს იკავებს რეჟიმი, სადაც მუდმივად საჭიროა სწავლა, ადაპტაცია და განვითარება. გარემოს ხელახლა მოწყობა. გეგმები ხშირად იცვლება, რუტინა თავიდან იგება და თითოეულ დღე მოითხოვს მეტ ყურადღებას და ჩართულობას, ვიდრე ჩვეულებრივი მშობლობა. ამ გამოცდილებასთან ახლავს მუდმივი პასუხისმგებლობა, მძაფრი შეგრძნება, გადაწყვეტილებები მკურნალობაზე, განათლებაზე, თერაპიაზე და ყოველდღიურ მოვლენაზე. საჭიროა მუდმივად მზადყოფნა, ინფორმაციის მოძიება, არჩევანის გაკეთება, პროგრესის შეფასება. ეს უწყვეტი მზაობის რეჟიმი დროთა განმავლობაში სერიოზულ ემოციურ და ფიზიკურ რესურსს მოითხოვს მშობლებისგან. ხშირია ქრონიკული გადაღლა, ემოციური გადაწვა. ზრუნვა არ იცნობს დასვენების მკაფიო საზღვრებს. ამიტომ საკუთარ საჭიროებაზე ფიქრი ხანდახან უკანა პლანზე გადადის. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ დასვენება დანაშაულია, რადგან ყოველთვის არის რაღაც, რაც უნდა გავაკეთოთ. ასეთ მდგომარეობა ამცირებს ემოციურ რესურსს და ართულებს როგორც საკუთარ თავთან, ისე შვილთან სრულფასოვან კომუნიკაციას და კავშირს. მომავლის შიში მუდმივად თან ახლავს ყველა მშობელს. ფიქრი იმაზე, შეიძლება თუ არა შვილმა დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება. როგორი იქნება მისი სოციალური გარემო, ვინ იზრუნებს მასზე. ეს კითხვები ხშირად ჩუმად, მაგრამ უწყვეტად თანსდევს მშობელს. გაურკვევლობა აძლიერებს შფოთვას და ზრდის შინაგან დაძაბულობას. დანაშაულის განცდაც ხშირი არის, კითხვები საკმარის ვაკეთებ, სხვა გზა ხომ არ არსებობს, ხშირად არ გამომდინარეობს რეალური შეცდომებიდან, არამედ მაღალი პასუხისმგებლობისა და სურვილებისგან. მაქსიმალურად დაეხმარონ შვილებს. ეს შინაგანი კრიტიკა შეიძლება განსაკუთრებით მძიმე იყოს, როცა შედეგები მყისიერად არ ჩანს. ზოგჯერ ჩნდება სოციალური იზოლაციაც. დროისა და ენერგიის დეფიციტი, საზოგადოების არასაკმარისი გაგება და ეს სტიგმა ამცირებს აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ საკუთარი გამოცდილება უნიკალურია და სხვებს თქვენი არ ესმით. წყვილების ურთიერთობაშიც ჩნდება გამოწვევები, როცა ძირითადი ფოკუსი არის ზრუნვაზე, პარტნიორულ კავშირი ხშირ შემთხვევაში კარგავს ფერებს, ირღვევა მათი ურთიერთობა. განსხვავებული გამკლავების სტიგმები, ემოციური გადაღლა და დროის სიმცირე დამატებით დაძაბულობას ქმნის მათ შორის. ამ ყველაფრის ფონზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მშობლებს აქვთ უფლება დაიღალონ, ითხოვონ დახმარება და იზრუნონ საკუთარ თავზე. საკუთარი საჭიროებების იგნორირება არ არის სიმტკიცე, არამედ გადაღლის ნიშნებია. მხარდაჭერა, პროფესიული, ოჯახური თუ საზოგადოებრივი, ამ გზაზე არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობა არის. როცა მთელი ცხოვრება, ენერგია და ფიქრები ბავშვის ზრუნვას ეთმობა, ეს ბუნებრივად აისახება მშობლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასეთი მუდმივი ჩართულობა მხოლოდ ფიზიკურ რესურსს არ ითხოვს, ის ემოციურ და ფსიქოლოგიურ სივრცეზეც ძლიერ ზემოქმედებს. ხშირად ეს შინაგანი პროცესები გარედან შეუმჩნეველი არის, თუმცა მშობლის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სტრესი და შფოთვა ხშირად თანამგზავრია. პასუხისმგებლობის სიმძიმე, მომავლის გაურკვევლობა და სურვილი, რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს, მუდმივ ფიქრად იქცევა. ასეთი უწყვეტი მზადყოფნა დროთა განმავლობაში იწვევს გადაღლას, რადგან ორგანიზმი პრაქტიკულად არასდროს გადადის სრულ დასვენების რეჟიმში. ზოგ შემთხვევაში ჩნდება დეპრესიული სიმპტომებიც.
ენერგიის შემცირება, ინტერესის დაკარგვა, მოტივაციის დაქვეითება. შეიძლება ის საქმეები, რომლებიც ადრე სიხარულს იწვევდა, აღარ იწვევს იგივე ემოციას. ეს მდგომარეობა ხშირად არ არის სისუსტის ნიშანი. უფრო მეტად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ატარებს მძიმე ემოციურ ტვირთს და რესურსები იწურება. მუდმივი დაძაბულობა, სიფხიზლე, კიდევ ერთი გავრცელებული გამოცდილებაა. ბევრ მშობელს უჭირს მოდუნება, რადგან გრძნობს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება საჭირო გახდეს სწრაფი რეაგირება. ასეთი მუდამ მზად მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობაზე. ხშირად იცვლება თვით იდენტობის განცდაც. მშობლები აღწერენ მდგომარეობას, როცა საკუთარი როლი მთლიანად ზრუნვასთან ასოცირდება და სხვა იდენტობები, პროფესიული, კარიერული, პირადი უკან პლანზე გადადის. ჰობი, ინტერესი, კარიერული მიზნები და პირადი დრო შეიძლება თანდათან გაქრეს ყოველდღიური საჭიროებებიდან. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს იზოლაციის განცდაც და საკუთარ თავთან გაუცხოვებაც. მნიშვნელოვანია გააზრება, რომ ეს რეაქციები ბუნებრივია, რთულ და ხანგრძლივ ემოციურ პროცესზე. ასეთი განცდები არ მიუთითებს ცუდ მშობლობაზე. პირიქით, ისინი აჩვენებს, რომ ადამიანი მთლიანად არის ჩართული ზრუნვაში და მისი ფსიქიკა რეაგირებს მუდმივ დატვირთვაზე. ეს არის ბუნებრივი, ცოცხალი და ნამდვილი გამოცდილება. გამოცდილება, რომელიც თან სჭირდება მხარდაჭერა, გაგება და თანაგრძნობა. ფსიქოთერაპია მშობლისთვის შეიძლება იქცეს სივრცეთ, სადაც პირველად ჩდება განცდა, რომ თავადაც მნიშვნელოვანი არის. ყურადღების ცენტრში ექცევა არა მხოლოდ შვილის საჭიროებები, არამედ მშობლის ემოციები, ფიქრები და შინაგანი მდგომარეობა. თერაპია ქმნის უსაფრთხო გარემოს, მხარდამჭერ სივრცეს, სადაც შფოთვა, შიში და დაღლა თუ იმედგაცრუება შეიძლება თავისუფლად გამოითქვას. შეფასების, კრიტიკას და განსჯის გარეშე. ეს არის გარემო, სადაც ნებისმიერი ემოცია მიღებული არის, მოსმენილია და გააზრებული, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს საკუთარ განცდებს სირცხვილისა და თავდაცვის გარეშე შეხედოს. ასეთ პირობებში მშობელი თანდათან სწავლობს საკუთარი განცდების მიღებას და გააზრებას, რომ ისინი ნორმალური რეაქციაა რთულ პირობებზე. ბევრი მშობელი გამუდმებით უსვამს საკუთარ თავს კითხვას, აკეთებს კი საკმარის. ეს ფიქრები ხშირად ჩუმად, მაგრამ მუდმივად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე. თერაპიულ პროცესში ეხმარება გააცნობიერეს, რომ ეს საკმარისად კარგი მშობელი ნიშნავს მუდმივად ძლიერ ზრუნვას, მხარდაჭერას და სიყვარულს და ეს უკვე დიდი მიღწევაა. ამ ხედვის ჩამოყალიბება ნელ-ნელა ამსუბუქებს დანაშაულის განცდას და ამცირებს იმ შიშს, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობის ტვირთს ახლავს. თერაპიას თავაზობს მშობლებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურობაში რეალურ მხარდაჭერად იქცევა. სტრესის რეგულაცია, ემოციების მართვის უნარი, რეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბება, საკუთარი რესურსების ამოცნობა და შემდეგ გამოყენება. ეს უნარები ზრდის შინაგან სიმტკიცეს და ეხმარება მშობელს ყოველდღიურ გამოწვევებს მეტი ენერგიით და თავდაჯერებით შეხვდეს. თერაპია ნელ-ნელა ეხმარება გააცნობიეროს, რომ საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა, ცოტა დასვენება, პატარა სიამოვნებები, ეგოიზმი არ არის. როცა მშობელი საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნავს, ის უფრო მშვიდი, ძლიერი და თბილი არის. ეს ცვლილება მარტო მას არ ეხება, ამას მთელი ოჯახი გრძნობს. მშობლის სიმშვიდე, შინაგანი ბალანსი ბავშვისთვისაც და პარტნიორისთვისაც უსაფრთხო და მყარ გარემოს ქმნის. ზოგ შემთხვევაში მხარდაჭერა ინდივიდუალურ ფორმატს ცდება. წყვილის ან ოჯახური თერაპია ქმნის შესაძლებლობას ოჯახის წევრებმა უკეთ გაიგონ ერთმანეთის განცდების, შეამცირონ დაძაბულობა და გააგრძელონ საერთო მხარდაჭერის სისტემა. ეს სივრცე ეხმარება ურთიერთობებს გახდეს უფრო ღია და თანაგრძნობით სავსე. ფსიქოთერაპია უშუალოდ ბავშვს შვერს ცვლის, მაგრამ მშობელს აძლევს ენერგიას, ძალას და გზის გავლის საჭიროების რესურსს. ეს სივრცე, სადაც მშობელი გრძნობს, რომ თავადაც მნიშვნელოვანი არის, აქვს საკუთარი ხმა და უფლება იზრუნოს საკუთარ ემოციურ კეთილდღეობაზე. მადლობა, რომ მისმენთ, იმედი მაქვს, რომ ეს ვებინარი დაგეხმარებათ მშობლებს საკუთარი ემოციების გამკლავებაში, საკუთარი რესურსების აღდგენაში და ოჯახური ცხოვრების უფრო მშვიდად და სავსე გამოცდილებით გაგრძელებაში. ბოლოს კი მინდა გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ, თქვენი სიყვარული, მოთმინება, შინაგანი ძალა უკვე უზარმაზარი საჩუქარი არის, რომელიც ყოველდღიურობაში აძლიერებს თქვენს შვილს. ეს ძალა მუდმივია, ვერავინ წაიღებს და ვერავინ დააზარალებს მას. გახსოვდეთ, რომ თქვენ სიმსახურებთ სიყვარულს და სითბოს. საკუთარი თავის მოვლა, საკუთარი სიხარულის გამოხატვა, კეთილდღეობა ეს სიძლიერე არის. ნუ დაივიწყებთ, რომ როცა თქვენ ძლიერი და მშვიდი ხართ, თქვენი შვილიც იგრძნობს უსაფრთხოებას და სიყვარულს.